როგორ დავაბრუნოთ ინტერნეტს მიჯაჭვული 21 საუკუნის თაობა წიგნებთან. რა ასაკიდან და როგორ დავაინტერესოთ პატარები ამ იდუმალი სამყაროთი, რათა მათ წიგნი ცხოვრების მოგზურად გაიხადონ. გამომცემლობა საუნჯის ახალი პროექტი ბიბას წიგნები ბავშვებს ასაკობრივად მიეწვის საბავშვო ლიტერატურას. დაწვრილებით ნაცია კარანაძეგი ამბობთ. ოჯახი არის ის გარემო, სადაც ბავშვის ფსიქიკა ყალიბდება. აქ ისმენს ის პირველ ზღაპარს, აქ ეზიარება რწმენასა და სიყვარულს, აქ ხვივდება მისი სული, აქ იქცევა პიროვნებად. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, ცხეთა თბილისის მთავარ ეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილიან მეორე. იმისათვის, რომ ბავშვმა შეიყვაროს და შეითვისოს წიგნი, აუცილებელია ლამაზად შერჩეული დიზაინი. ფერადი და თბილი ილუსტრაციები, სიყვარულითა და სიკეთით ახსავსე ტექსტები. ეს სწორედ ის ცნებებია, რომელიც თითოეულ მკითხველამდე დიდი რუდუნებითა და სიფაგიზით მიაქვს გამომცემლობა საუნჯის მიერ გამოცემულ ბიბას წიგნებს. პროექტის იდეის ავტორი, მწერალი და პოეტი მარიამ ციკლაურია. მადლობა მინდა გადაუხადო საუნჯეს იმისათვის, რომ ეს აიღო თავის თავზე, საკმაოდ რისკებთანაც არის დაკავშირებული, იმიტომ რომ არ ვიცით ეს ფინანსურად გაამართლებს თუ არა ეს პროექტი, მაგრამ აი ამ ფინანსური, სწორედ ეს არის უმთავრესი, რომ აი ფინანსური ინტერესზე უფრო რაღაც მაღლა დადგა ინტერესი საბავშვო წიგნისა, რომ ქართველ ბავშვს ქართველი ავტორის წიგნიც მიეწოდოს, ისევე ლამაზად გამოცემული, როგორც ვთქვათ, ჩვენი გამომცემლები დღეს უცხო ქვეყნებიდან მოწოდებულ ლიტერატურას თუ შემეცნებით წიგნებს თავაზობენ ბავშვებს. პროექტი აერთიანებს სხვადასხვა თაობის ავტორებს და იგი მოიცავს როგორც პროზას, ასევე ლექსებს, ზღაპრებს, პატარა მოთხრობებს, გამოცანებს, სათავგადასავლო და შემეცნებით ლიტერატურას. სერიაში თავი მოიყარა ყველა თაობის ქართველმა მწერალმა. მათ, ვინც რომელთა ნაწარმოებებმაც დროს გაუძლეს, ისინი, ვინც დღეს აქტიურად მონაწილეობენ ამ სფეროში, აი ერთად არიან წარმოდგენილი. როგორც აღნიშნავენ, საბავშვო წიგნებზე მუშაობა განსაკუთრებულ გულისხმიერებას, ბავშვებისადმი უსაზღვრო სიყვარულს და სიფაგიზეს მოითხოვს, რათა პატარა მკითხველამდე ზუსტად და სწორად მივიტანოთ სათქმელი. ბავშვებისთვის წერა ძალიან საპასუხისმგებლოა. პირველ რიგში თვითონ ბავშვის ბუნებიდან გამომდინარე, იმიტომ რომ ბავშვები ჯერ კიდევ სანამ გაიზრდებიან, არიან ძალიან გულწრფელები და ყოველგვარ ხელოვნურს და სიღალბეს ძალიან ადვილად ამჩნევენ და დიდებისგან განსხვავებით ამას ამბობენ კიდევაც და არ დაიწყებენ თავის ამის დამალვას. ყურადღებით თუ დააკვირდები ირგვლივ სამყაროს და განსაკუთრებით ბავშვებს, რომლებიც არიან კაცობრიობის და ადამიანების საუკეთესო ნაწილი, რა თქმა უნდა, ისინი მუდმივად იძლევიან რაღაცა ზღვა მასალას. აი ცოტა მცირეოდენი ფანტაზიის დამატება საჭირო და გამოსულია მოთხრობა. ბავშვებს თვითონ აინტერესებთ ესეთი ჯადოსნური და საოცარი ამბები. ამის მიხედვითაც, იმიტომ რომ ბავშვს აინტერესებს ესეთი რამეები და ის რომ რაღაცა ისწავლონ კიდევაც. აი როგორც ირაკლისთან არის ისეთი იუმორისტული და მორალი ისე არ მიწოდებული ბავშვისთვის, რომ არ არის ესეთი დიდაქტიკური და ისე ძალიან სუფუქად აღიქვას ბავშვი ამას და არის ჯადოსნურებიც, რომელიც თვითონ ბავშვებს ძალიან აინტერესებთ. ჩვენი მიზანი არის საბავშვო ლიტერატურის საუკეთესო ნიმუშების მიწოდება მკითხველისათვის, დაინტერესება მკითხველის და ყურადღების მიქცევა საბავშვო ლიტერატურაზე, როგორც ლიტერატურულ პროცესზე. მე მიწევს პარალელურად ჟურნალებზეც მუშაობა, მაგრამ ბავშვებთან რაც შეეხება, უფრო თავისუფალი ხარ, უფრო მრავალფეროვნება ბევრია, მაგრამ ერთი სირთულეც თან ახლავს, ეს არის მიაწოდო სწორად ეს ყველაფერი ასაკთან, მე ამ შემთხვევაში ასაკს გულისხმობ. რომ შეგაძლოს სრულყოფილად წერო იმ სამყაროზე, სადაც სიკეთე ყოველთვის იმარჯვებს ბოროტებაზე, რომელშიც სულღიმილია, ყოველთვის გულით მღერიან და ყველა ბედნიერია. აუცილებელია ყოველი შემოქმედის გული ბავშვურად, წრფელად წგერდეს. ბავშვებისთვის წერო, მე ვფიქრობ, რომ თავად ავტორიც კონკრეტულად ბავშვი უნდა იყოს, შეიძლება ასე ითქვას, ანუ შეიძლება ვთქვათ, რომ ის ბავშვი, რომელიც არის ადამიანში, ხო, უნდა დარჩეს ბოლომდე.
იმიტომ რომ თუ ბავშვი თვალით არ შეხედავს სამყაროს, ალბათ ძალიან ძნელი იქნება. უნდა აღიქვა ისე, როგორც შეიძლება ბავშვმა დაინახოს ესა თუ ის მოვლენა. მე თვითონ შევდივარ ამ სამყაროში. მე თუ ვერ შევედი, ისე ვერ გავაკეთებ. და მე ვიცით რა ისე ხდება, რომ აი თითქოს აი ბავშვის თვალით მე თვითონ ბავშვდები და აქედან გამოდის მე ის რომ აი მასალაც თვითონ ან ფერადოვანი იყოს, ან გრაფიკული გავაკეთო, მაგრამ ყოველთვის ფიქრობ, რომ აი ბავშვი და მე როგორ აღიქვავს. რა თქმა უნდა, ბავშვები არიან ის ადამიანები, ვინც მაწვდიან მასალას და მაწვდიდნენ. ეხლა ეს არ არის ახალი, ეს ცოტა ძველია, მესამე გამოცემა არის ამ მოთხრობისთვის, ამ ხრივ ძალიან განებივრებულია. ესე იგი, მუდმივად მასალას მაწვდიან ჩემი შვილები და შვილები და საერთოდ ბავშვები, თუნდაც უცნობები და ჩემი საკუთარი ბავშვობა. დღეს, როდესაც კომპიუტერმა და სოციალურმა ქსელებმა ასე მასობრივად მოიცვა ყველა თაობა და განსაკუთრებით პატარები, ღირებული ლიტერატურის შექმნა და მისი სწორად მიტანა პატარა მკითხველებამდე აუცილებელი და ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება საბავშვო ლიტერატურა საერთოდ ფუნქციურად, აღმზრდელობითი თვალსაზრისით, ღირებულებათა სისტემის ჩამოყალიბების მხრივ უმნიშვნელოვანესი საკითხია საბავშვო წიგნის გამოცემა და საერთოდ რა რანგის ლიტერატურას ვთავაზობთ რა დონის ბავშვებს. ხადია, როცა რაღაცას წერ ქმნი, ყველა ავტორიტეტად დაინტერესებული რომ მკითხველამდე მივიდეს, იმიტომ რომ ეს თუ მკითხველმა არ წაიკითხა, არ შეაფასა, არ გამოთქვა თავისი აზრი, მაშინ ფაქტობრივად რისთვის წერ ხომ? ერთია ის რომ თქვა ინტერნეტი ძალიან თქვა ყოველდღიურ ცხოვრებაში არის და ამასაც მე ვფიქრობ ამ გამოყენება უნდა კარგი კუთხით, იმიტომ რომ შეიძლება ეს გამოვიყენოს სწორედ ისე რომ ბავშვმა ცხადია ინტერნეტ საშუალებითაც თქვა კომპიუტერში წაიკითხოს, მოისმინოს, თუნდაც აუდიო ჩანაწერი ძალიან საინტერესოა ეს. მაგრამ მე ვთვლი და ასე დარწმუნებული ვარ, თქვა, მით უმეტეს ბავშვისთვის, თქვა, კომპიუტერის მონიტორი ვერასოდეს ვერ შეეცვლის მთლიანად წიგნს, იმიტომ რომ წიგნს აქვს სხვა ფუნქცია კიდევ, ბავშვმა შეუძლია დაეჭიროს ხელში, არის ილუსტრაციები, რაც თქვა, ბავშვთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ბავშვი ფაქტობრივად ამას აღიქვამს, როგორც რაღაც ცალკე მისთვის არსებულ სამყაროს. მხოლოდ მისია მას უჭირავს ხელში შეუძლია გადაშალოს და აი ამ გრძნობას, რასაც წიგნთან ურთიერთობა ჰქვია. მე დარწმუნებული ვარ, კომპიუტერი მთლიანობაში ვერასოდეს ვერ ჩაანაცვლებს. მაქვს ბედნიერება და მიხარია, რა თქმა უნდა, რომ გამოიცემა სერია, რომელიც წარმოუდგენს მკითხველს და ბაზარსაც რაღაცნაირად მთლიანობაში ერთად თავმოყრილ თანამედროვე ქართულ საბავშვო ლიტერატურას, არა კონკრეტულად ერთ რომელიმე წარმატებულ თუ ნაკლებად წარმატებულ მწერალს და ავტორს, არამედ ამ მთლიანობაში რა პროცესი არის საბავშვო ლიტერატურა. აი ამ სერიას გამოსცემს გამომცემლობა საუნჯე და გამომცემელი ვაჟა წოწყულაური. წიგნებს სქელი, ფერადი ყდები, სანიშნები, ხარისხიანი ქაღალდი, მოხატული ფორზაცები და სხვა მრავალი ვიზუალური დეტალი ამშვენებს. ჩემთვის ძირითადი ამოცანა ის არის, რომ ეს იყოს ბავშვისთვის ლამაზი მიმზიდველი საკითხავი. მრავალფეროვანია წიგნების ილუსტრაციებიც, მასში განთავსებულ ფერად თუ შავთეთრ ნახატებს. ერთი საერთო თვისება აქვთ. იქ მობინადრე ყოველი გმირი საოცრად კეთილი და ლამაზია. ბევრი პერსონაჟია, რომელსაც ესეთი იუმორისტული უნდა დახატვა რაღაცა ესეთი პერსონაჟები. იქ შეიძლება რომ გრაფიკა იყოს და აუცილებლად არ არის ის საჭირო ფერადი, მაგრამ როცა ჯადოსნურია, როცა საოცარ სამყაროში გადადის პერსონაჟი, მაშინ რა თქმა უნდა ჯობია რომ ფერადი იყოს. გმირების შერჩევა როგორ ხდება? აი მაგალითად გმირები რომელიც ყველაზე დიდ შთაბეჭდილებას დატოვებს, მაგრამ არის ესეთი მზღაპარი, რომელშიც მხოლოდ ორი გმირია, ან ერთი გმირია და დადებითი გმირები. მაგრამ იცით რა, აი უარყოფითი გმირების ხატვაც მიყვარს ისე, რომ ძალიან ბავშვს არ შეეშინდეს და არ იყოს ესე კეთილი დევები, თქვათ, ეხლა. ამიტომ აი გამასაც ასეც ვარჩევ, რა თბილი, ესეთი და პერსონაჟებიც, რომ ბავშვს დაამახსოვრდეს. პატარებისთვის ილუსტრაციები, ნახატები უფრო მეტად აქტუალურია წიგნებში და შემდეგ უფრო მოზრდილებისთვის ტექსტი. და ნახატები და ილუსტრაციები უფრო უკანა ფონზე გადადის ეს ყველაფერი. ფონტის ზომაც პატარებისთვის უფრო დიდი ფონტი არის დაწერილი და ნაკლები ტექსტია, უფრო მეტი ნახატები და სურათები. ბავშვური ასაკი ფაქიზია. ბავშვი სწრაფად ითვისებს იმას, რასაც ეუბნებიან და როგორც ბეჭედი ცველზე.
ბავშვთა სულებშიც ისე აღიბეჭდება მოსმენილი. ამიტომ ყოველი მშობელი უნდა ცდილობდეს გაუფერადოს და გაუხანგრძლივოს მათ ბავშვობა. მშობლებისათვის გვაქვს ესეთი დამატებითი დახმარება, ნიშნული, რომელიც წიგნებზე, ბიბას წიგნებზე იქნება ასაკის მანიშნებელი. დაახლოებით რა ასაკობრივ ზღვარში შეიძლება ესა თუ ის წიგნი განვიხილოთ და ძალიან სასიამოვნო იქნება თუ ფართო აუდიტორია დაინტერესდება ბიბას წიგნებით. ამ სერიას ბიბა სიტყვა ნიშნავს ბიბლიოთეკა ბავშვებისათვის, აი ასე ვარქმევთ რა ბიბას წიგნები სხვადასხვა ასაკის ბავშვებისათვის. ყველანი ჩვენი ბავშვობიდან მოვდივართ. ბავშვობიდან, რომელიც ჩვენი სულის საზრდოა. ბავშვობიდან, რომელიც ყველა ჩვენგანის ცნობიერების ქვაკუთხედია და რომელიც ასე ძალიან გვენატრება. თავად ბავშვობა კი სათავეს სწორად ზღაპრებიდან იღებს. ყველა მოთხრობის გმირი ვარ მე. ისინი ყველა ჩემი ცხოვრების და სულის ნაწილია. ეხლა შეიძლება ძალიან პათეტიკურად ჟღერს, მაგრამ ნამდვილად ასეა. ნამდვილად გააჭარბებული არ იქნება თუ გავიმეორებ ცნობილ ნათქვამს, რომ ბავშვებისთვის უნდა წერო ისე როგორც დიდებისთვის და ცოტა კიდევ უფრო კარგად. მოიტეხა ფისონ ფეხი. ახლა დადის ყავარჩნებით. ვეღარ დასდებს თაგონიებს, ვეღარ ტკბება გამარჯვებით. გაიხარეს თაგონებმა აღარა გვაქვს ფისოს შიში, ყავარჯინიც ვერ უშველის ფეხი უძის თაბაშირში. არაფერი ისე არ ამახსოვრდება ადამიანს როგორც ბავშვობისას. ძილის პირს დედის მიერ თქმული ზღაპარი, იავნანა, წაკითხული ლექსი ან ამბავი რამე.